მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანა ავალიშვილი და Silk Universal-ზე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას კონსულტაცია ვეტერინართან. გადაცემაში დღეს ნახავთ გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული, დაუბანელი ხელები, შეუმოწმებელი პროდუქცია. ასეთია ტოქსოკაროზის გამომწვევ მიზეზ და არასრული ჩამონათვალი. დეტალებზე ექიმი ვეტერინარი ვახო მამალაძე გვესაუბრება. ახლო მომავალში დედაქალაქში ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. ამოქმედდა პროგრამა კარდაკარ. დეტალებზე გვესაუბრება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი. რუბრიკა სტუმარი ყოფილ მიუსაფარს მიას და მის გადამრჩენელს მაია ჯოხაძეს მასპინძლობს. რა გზა გაიარა მიამ სანამ ზღაპრის კეთილდასასრულამდე მივიდოდა. ამას ჩვენი სტუმარი გვიამბობს. მასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმ ვეტერინართან, ჩვენს მეგობართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგიერთდებით. გამარჯობა. გამარჯობა. გარკვეული პერიოდის წინ რაღაცნაირად უსიამოვნო აჟიოტაჟი ატყდა ცხოველებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ არხზე არ მინდა ეხა კონკრეტულად დავასახელო. გავიდა სიუჟეტი, შეიძლება ითქვას არასწორი ინტერპრეტაციით. ანონსშიც ასევე არასწორად იყო მითითებული ტოქსოკაროზი. აი ამ დაავადების შესახებ იყო საუბარი და სწორია თუ არა ცხოველებისადმი გადაბრალება. გასაგებია კი ყველაფერი და ძალიან სწორი შენიშვნაც არის და მოსაზრებაც რა თქმა უნდა. საერთოდ მე ვიტყოდი რომ ტელევიზიებში საერთოდ არა ვეტერინარ არა სამედიცინო გადაცემებში არ უნდა იყოს სისტემა განხილული საგანი, იმიტომ რომ არასწორად, არაკომპეტენტურად ხდება გაშუქება. ამას მოყვება მე საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე და მე შემდგომში რა თქმა უნდა მოყვება პანიკა ხალხის და არასწორი ქმედება ამ პანიკის ფონზე. ამიტომ მე ყოველთვის ვიზახი რომ ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს მარტო ვეტერინარმა ან თუნდაც ექიმმა თუ სამედიცინო თემაა, უბრალოდ აი გადაცემის კუთხით და არა სხვა გადაცემებში, რომელმაც შეიძლება უყურებადი იყოს, მაგრამ ამ ყურებადის გიქეთ უკვე სხვა პრობლემები ახალი იქმნება. ძალიან ბევრი ცხოველთა დამცველი, ძალიან ბევრი ცხოველთა მოყვარული შეშინებულიც არის, დაბანიკებულიც არის, შეურაცხყოფილიც არის, თქვენ წარმოიდგინეთ და ცხოველთა მოძულეების საკეთილდღეოდ გამოვიდა ეს გადაცემა ფაქტიურად, რომელმაც ესე იგი გამოიწვია ბევრი ძაღლების კატების გარეთ გამოყრა, მათი დაზიანება და კიდევ ერთი ზიზღი ესე იგი რაღაცა პროცენტით აიწია იმ ფაქტორით, რომ ესე იგი ძაღლი და კატა ეს არის ჰელმინტების ესე იგი გამავრცელებელი, რომელმაც შეიძლება ადამიანს თვითონ გადმოსდოს რაღაც პათოლოგია. ტოქსოკაროზი. აი მე როგორც ვიცი, მოვიძია ინფორმაცია ხილისგან, ბოსტნეულისგან, არაჰიგიენური პირობებისგან უჩნდებათ ადამიანებს, ხო? მე მაინტერესებს სიუჟეტში, როდესაც საუბრობდნენ ის ქალბატონები, რომ აი ამდენი შემთხვევა გამოვლინდა და უშუალოდ გახშირდა. გამოიკვლეს თუ არა, რამდენ პაციენტს, რამდენ დაავადებულ პაციენტს ყავს შინაური ცხოველი? რა არის გამოკლეული, რა თქმა უნდა, არ არის შესწავლილი, არ არის მექანიზმი თვითონ საიდან ვრცელდება, რა არის მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ მე ხა აგიხსნით, საერთოდ ტოქსოკარა, საერთოდ მთელი ისტორია, ესე ვთქვათ, ევოლუციური ისტორია, იმიტომ რომ დედამიწაზე, საერთოდ დედამიწაზე არსებობს საცოცხალი ორგანიზმები არსებობენ და ადამიანები ეს პათოლოგია ყოველთვის არის, ტოქსოკარა არის პარაზიტი. ეს არის პარაზიტი, რომელიც პარაზიტობს ესე იგი შინაგან ორგანოებში. არის ბევრი ფორმები, მაგრამ ეხლა ამას დეტალებში ახლა გავხსნი ყველა. ტოქსოკარა საერთოდ არის ნემატოდა. ნემატოდა არის მრგვალი ჭია, ჰელმინტი, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავში. ცხოველების, რა თქმა უნდა, და ანალოგად ადამიანებში. ეს იგი ჩვენი თანამგზავრები ვართ ერთმანეთის. უბრალოდ ის არის ჩვენი პარაზიტი, ჩვენი ადამიანების და ცხოველების. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამის გარდა ბევრი სხვა პარაზიტები გვყავს ჩვენ. რატო იმაზე არ ვსაუბრობთ? ბევრი, ძალიან ბევრი და εν რაოდენობით ინფექციის ტრანზიტებს წარმოვადგენთ ჩვენ თვითონ ვღებულობთ და გაგვაქვს, გადის ჩვენგან. რამე გვიმართება? არაფერი, ხო? ესე იგი რაღაცა გარკვეული სიმბიოზი წარმოიქმნა, სიმბიოზი არსებობს ჩვენსა და იმ პარაზიტებს შორის. ტოქსოკაროზი ეს დაავადება, ეს არის ვეტერინარების, ეს არის კინოლოგების, ეს არის მებაღეების დაავადება. რო თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ არის მასიური ხალხისთვის ეს ძირითადად სტატისტიკა იძახის ყოველთვის არის ვინც ვეტერინარია,
კინოლოგია, ვინც აი თავშესაფრებში მუშაობს და მებაღეობა, აგრო სისტემაში ვინც მუშაობს. იმიტომ რომ ეს კვერცხები ნიადაგში ტრიალებს. შეუძლია მაგას იმდენად ეს 2 წელი იყოს მიწაში. და 2 წლის მერე აიღოს სტაფილო, მაგალითად ან ჭარხალი, ან კარტოფილი დიასახლის მათ დაჭრას ელემენტარულად არ იცოდა არაფერი, დაჭრა, ხელები ვერ დაიბანა, ან ცუდად დაიბანა და დაინფიცირდა კიდევ, დაინვაზირდა კიდევ. ანუ ბოსტნეულისგანაც. ბოსტნეულით, რა თქმა უნდა, ყველაფრით ეს ცირკულირებს თლიანად და ეს არ უნდა იყოს ესეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება. უბრალოდ რაშია საქმე, აი პატარა ბავშვები ავადდებიან ძირითადად ჭიებით, დაინვაზირდებიან. როგორც არის აი ასკარი და ტოქსოკარი, ეს ტოქსოკარა ის თუნდაც ეს არის ასკარიდების რიგის ჰელმინტი არის. ჩვეულებრივი, იცით რა ხდება, აი პატარა ესეთი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ესე იგი 10-დან 20 სანტიმეტრამდეც კი არის, ესე იგი სიგრძე მამრის და დედრი არის დაახლოებით 6-დან 10 სანტიმეტრამდე. აი ეს უბრალოდ მისი კვერცხი, აი გიხსნით როგორ გრძელდება ეს ყველაფერი მათი ციკლი განვითარების. აი დაუშვათ ცხოველმა ეს ფეკალიებთან ერთად გადმოყო ეს კვერცხი. ნუ ეს კვერცხი სადღაც ქარმა დაუპერა, მე ვიღაც მიწაში მოხვდა, მე რაღაცა დატრიალდა სადღაც, ვიღაცამ ისევ და ისევ სტაფილო ნურთაც და ის აღმოჩნდა ადამიანის ორგანიზმში. ან ბავშვი თამაშობდა თუნდაც სილაში და პირში ჩაიდო ესეთი კვერცხიანი თითები პირში და დაინვაზირდა. ამ დროს რა ხდება? არაფერი ისეთი არ ხდება. ეს არ არის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ყურად საღებია, ეს სხვა რამეა, რომ უნდა მივაქციოთ ყურები, რომ ბავშვმა დაუშვათ, როდესაც სილაში თამაშობს, ხელები უნდა დავბანოთ. ბავშვის ჰიგიენას მივაქციოთ, მაგრამ ვერ მოვასწრეთ, იმან ჩაიდო თითი პირში, ხო? მოხდა ეს დაინვაზირება ბავშვის. ჩვენ უნდა დროულად მოვახდინოთ ჩვეულებრივად დეჰელმინტიზაცია. უნდა მივმართოთ ექიმს, პედიატრი გადაგვამისამართებს პარაზიტოლოგთან. ანალიზებს გავუკეთებთ ფეკალიების და ამი კოპროლოგიური კვლევა იქნება და შემდგომში რაღაც გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიება უნდა მიიღოს ბავშვმა. მაგრამ დაუშვათ გაგვეპარა, დაუშვათ ვერ გავაკეთეთ. უბრალოდ მაინც უნდა პედიატრს არ გამოეპარება ბუნებრივად, ის მიიღებს ზომებს, რომ მოხდეს დეჰელმინტიზაცია ბავშვის. მაგრამ როდესაც ესეთი ინფორმაცია კი გასაგებია, როდესაც ეს კვერცხი მოხდება ორგანიზმში, წარმოიქმნება ლარვა, მერე მიგრაცია სხვა ორგანოებში, იმიტომ რომ ძირითადად არის ვისცერალური ფორმა. ვისცერალური ფორმა რას ნიშნავს? ეხლა ადამიანს ჩვენთვის მოხდა ღვიძლში, ელენთაში, სხვა ორგანოებში, ფილტვშიც, მაგრამ ეს პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ წარმოიქმნება გრანულომა. გრანულომა რა არის? გრანულომა არის კაფსულა. ესე იგი, ამით შეიბოჭა ორგანიზმმა წინააღმდეგობა გაუწია ამ ლარვას, ფაქტიურად და ჩაიკეტა. ის მორჩა, ის მიძინებაში, ის რემისიაშია, ის იქნება მთელი ცხოვრება. ის არ გაიღვიძებს, ის არ გამოვა, ის არ დაიშლება ეს გრანულომა. ფაქტიურად ეს არის. მაგრამ არსებობს ადამიანების 1%, რომლებსაც რეზისტენტობა აქვს ძალიან დაბალი და ამ დროს რა ხდება? სხვადასხვა რეაქციები შეიძლება დაუშვათ ღვიძლში მოხდა ჰეპატოღვიძლის მიერი სიმპტომატიკა წავა დაუშვათ, ან ელენთაში, სხვა შესაბამის ან ფილტვში შეიძლება პრონქოპნეუმონია ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. უბრალოდ აი ტოქსოკარის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. გასაგებია. არა, საჭიროება. წყალს შეიძლება თუ არა წყალში. თქმა უნდა, წყალსაც, ნიადაგსაც, შეიძლება ჩიტება მოიტანონი, შეიძლება აი ყველაფერი ხდება, შეიძლება აი რაღაცა მოაჯერს მოვკიდე, შეიძლება ტრანსპორტში მივედი, შეიძლება იქ ყველგან შეიძლება იყოს. ეს იყო, არის და იქნება. ხორცი, რძე, პროდუქტი. კი, ყველაფერი შეიძლება, ყველგან შეიძლება, აბსოლუტურად ყველა. ეხლა უმხორჩვენ არ ვჭამთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ მოვკიდეთ ხორცხელი, დაუმუშავებელი ისა ჩავიდეთ პირში და დავინფიცირდეთ, რა თქმა უნდა. ეს ხდება, ამის გარდა კიდე სხვა ბევრი ინფექციებია. რატო არ ვლაპარაკობთ ციმბირულ წყლზე, ბაცილუს ანტრაცის არანაკლება, ის აშიში, სხვა დაავადება არის. რატო არ ვლაპარაკობთ ჩვენ სხვა კიდე ინფექციებზე, რატო არ ვსაუბრობთ? ეხლა აღარ მინდა მე პანიკის საფუძველზე დავაპანიკო ჩვენი საზოგადოება და ამიტომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჰიგიენა, ჩვენი საკუთარი ჰიგიენა, ბავშვების ჰიგიენა. ცხოველების ჰიგიენა ანალოგიურად და უნდა ვიცოდეთ რომ ყოველთვის პერიოდულად რო ვიძახით თითქმის ყველა გადაცემაში მე ვსაუბრობ რომ უნდა მოხდეს დეჰელმინტიზაცია. რატო ვსაუბრობ? იმიტომ რომ ზუსტად ეს პათოლოგია რო არ მოხდეს, რომ ჩვენ არ დავპანიკდეთ, რომ ჩვენ რამე არ მოხდეს ჩვენშიც რაღაც გარკვეული ცვლილებები პათოლოგიების მხრივ. ამიტომ აუცილებლად 3 თვეში თვიდან ვიწყებთ დეჰელმინტიზაცია ცხოველების. 1 თვიდან 10 დღის მერე მეორე თუ კიდე გამოვიდეთ ცუდი არ იქნება და ვიქცევთ ვაქცინაციას, ხო?
ასევე ჩვენც ადამიანებში ვეტერინარები ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაკეთებთ ჩვენ ჯანმრთელობას. ხა მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი და ჩემი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ვარ ხო ოჯახისთვის. აქედან გამომდინარე მე მარტო ცხოველების სიყვარულით კი არ უნდა ვიარსებოდ, რა ჩემი ჯანმრთელობაზეც უნდა ვიზრუნო, ხო? ამიტომ მე ყოველთვის ხელთათმანებით მუშაობ, ვიბანთ ხელს, თუ რამე პროფილактიკურ ღონისძიებას ვიტარებთ. ასე უნდა გააკეთოს ყველამ, რომ რაღაც გარკვეულ სირთულეებსაც არ შევეჯახოთ და არ ქონდეს პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. კი, ნამდვილად ასეა და დეჰელმინთიზაციის, ანუ ჭიაზე დამუშავების შედეგად ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არ ყავთ ეს პარაზიტები, სუფთავდებიან მთლიანად. აი სუფთავდებიან. ადამიანებს კი შეიძლება ყავდეთ. ხო, ასეა? ყავდეს და ამიტომ არსებობს ამის დეჰელმინიზაციისთვის საჭირო. ასე რომ არის შანსი რომ თქვა ჩვენი მეგობრები უფრო სუფთანი იყვნენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ რომ ეს არის თუ ჩვენ დეჰელმინიზაცია არ ჩაუტარებთ ჩვენ ცხოველს, აი მაშინ დაინვაზირდებიან. ჩვენ თუ პროფილაქტიკურ ღონისძიებას, აი თვის ასაკიდან დავიწყებთ, უფრო ადრეც კარგია 26-24 დღიდანაც კი ეძლევათ ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ესე იგი თუ ჩვენ ამას დავიცავთ, არანაირ პარაზიტებთან საქმე არ გვექნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მაშასე რუბრიკა სტუმარი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელს მასპინძლობს გიორგი კობიაშვილს. გამარჯობა გიორგი. უამრავ სიახლეს გეგმავთ. მოგესალმებით. მადლობა რომ გვეწვიეთ. დასაწყისისთვის ეს უნდა მეთქვა, თუმცა აჟიტირებულნი ვართ ჩვენ ყველანი. ახალი თავშესაფარი, რომელიც აშენდება გლდანის რაიონში, პროგრამა კარ და კარ, რომელმაც უკვე დაიწყო განხორციელება, გთხოვთ თქვენგან ველით ამომწურავ ინფორმაციას. თავდაპირველად ახალ თავშესაფარში, აი, რამდენი ცხოველისთვის იქნება დაუშვათ იქ პირობები სათანადო, რომ მიიღოთ, გაასტერილოთ თუ რა გეგმები გაქვთ, რა და რა ოპერაციები ჩატარდება, რა და რა კვლევები და ამ შემდეგ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიახლეები გვაქვს, ეს არის თავშესაფარი პროექტი კარ და კარ. ერთი სიტყვით მინდა იმით დავიწყო, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს გამოწვევა, რომელიც არის მივსაფარი ცხოველები, ბოლომდე აღმოფხრათ ჩვენს დედაქალაქში და ნამდვილად ამისათვის საჭირო არის ინფრასტრუქტურული პროექტები პირველ რიგში, რათა გაკეთდეს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაციები, ეს არის ის ჰუმანური მეთოდები, რომლითაც ჩვენ გვინდა გვაქვს დასახული მიზნად, რომ აღმოფხრათ აღნიშნული პრობლემა. რა თქმა უნდა, მოიცავს ლაბორატორიას, ვეტერინარულ სივრცეს, ეს არის საოპერაციო სივრცე, მოსამზადებელი სივრცე და მოლიერი, რომელიც შეესაბამება ისეთ სტანდარტებს, რომელიც არის აღიარებული სხვადასხვა ევროპული, ამერიკული ქვეყნების მიერ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ოპერაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევზღუდოთ ცხოველების გამრავლება, შინაური ცხოველების გამრავლება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება ეს ცენტრი, ეს არის პოპულაციების მართვის ცენტრი და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, დაემატება სივრცეები აღნიშნულ თავშესაფარს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოსთან იყოს გათანაბრებული ის სივრცე და ცხოველებმა არ იგრძნონ თავი ჩაკეტილ სივრცეში, ჩაკეტილ მდგომარეობაში, რადგან ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ცხოველთა კეთილდღეობა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი. აი რომ დავაკონკრეტოთ, ეგ მიახლოებული ნიშნავს იქ, რომ ეზოც ექნებათ დაუშვათ ვოლიერის გარდა თუ როგორ იქნება, რომ განუმარტოთ ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ცხოველი, როდესაც გადავა თავშესაფარში, არ იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში და კონდეს საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ თავი იგრძნოს ბუნებრივ გარემოში და არა გამოკეტილ 4 კედელში, რადგან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აუცილებლად ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ცხოველების ფსიქიკაზეც, ჯანმრთელობაზეც და ასე შემდეგ. არ არის ჩვენთვის მხოლოდ ის, რომ აღმოფხრათ პრობლემა და გადავიყვანოთ თავშესაფარში ცხოველები ოპერაციებისა თუ სხვა მიზნით, არამედ ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, რომ მათი კეთილდღეობა იყოს აყვანილი მაღალ დონეზე და ვიფიქროთ ამ ყველაფერზეც. ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია ნამდვილად. უბრალოდ რა რაოდენობის ცხოველი დაეტევა, თუ არის დაუშვათ ამ ეტაპზე განსაზღვრული 100, 200, 50? ამ ხო, არა, ნახეთ, ეს არის თავშესაფარი თავდაპირველად, სადაც გაკეთდება სტერილიზაცია, კასტრაციები, ეს არის პოპულაციების მართვის ცენტრი,
ხოლო ეტაპობრივად ჩვენთან დაემატება ამ თავშესაფარის ესეთი სივრცეები, სადაც მოხდება შემდეგ გადაყვანა ცხოველების და გვიჩვენებს ამას, რომ თუ რამდენზე იქნება საჭირო რაოდენობის ცხოველზე ამ სივრცეების დამატება. თქვენ თქვით, რომ ლაბორატორია იქნება, ასევე არის ცნობილი და თუ იქნება იქ ეკოსკოპიური კვლევა, რენტგენოლოგიური კვლევა, ხშირია შემთხვევა თქვენც იცით, იქ ავარიები ხდება, შემდეგ ხშირად სამწუხაროდ მძღოლები მიიმალებიან, ხოლმე ცხოველები რჩებიან ცხოველთა მოყვარულთა და თქვენს ამარა. თუ იქნება რენტგენოლოგიური კვლევა და უშუალოდ დასახიჩრებული ცხოველების პირველადი დახმარება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოველის დახმარება, როდესაც არის გასაჭირში, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს როგორც ქალაქს, ასევე ჩვენ სააგენტოს, რადგან უამრავი შეტყობინება შემოდის ჩვენთან. ეს არის გასასტერილებელი ცხოველი, დაშავებული ცხოველი, დასახიჩრებული, დაავადებული ცხოველი, დაკარგული, აგრესიული დაკმენის შემთხვევაც ჩვენთან შემოდის ასეთი ტიპის შეტყობინება და ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ყველა ტიპის შეტყობინებაზე მოვახდინოთ სწრაფად რეაგირება და დავეხმაროთ ცხოველებს. ამ შემთხვევაში ლაბორატორიაში გათვალისწინებული იქნება დაავადებებზე კვლევა, თუ რა ტიპის დაავადებები აქვს ცხოველებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ შემოყვანილ ცხოველს აქვს თუ არა რაიმე დაავადება, რადგან პირველ რიგში არ მოხდეს ცხოველებში გავრცელება ამ დაავადების და რა თქმა უნდა დავადგინოთ თუ არის რაიმე ზოონოზური დაავადება, რათა არ მოხდეს გავრცელება ასეთი დაავადების. რაც შეეხება რენტგენის აპარატს, ეხოსკოპიის აპარატს, აუცილებლად გვაქვს გეგმაში, რომ დავამატოთ ეხოსკოპიის აპარატი, დავიწყოთ ამითი და პარალელურად ჩვენ მადლობა მინდა ასევე ვეტ კლინიკებს და გადაუხადოთ თქვენი ეთერის საშუალებით, ვინც ნამდვილად გვერდში გვიდგას და გვეხმარებიან აქტიურად და იღებენ ცხოველებს, ისეთ ცხოველებს, რომელთაც ჩვენ მაგალითად რენტგენის გამოკვლევას ვერ უტარებთ ჩვენ თავშესაფარში ან ეხოსკოპიის კვლევას ამ შემთხვევაში, მაგრამ სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვაქვს დაგეგმილი, რომ გავაუმჯობესოთ ეს მომსახურება. ძალიან კარგია. აი მართლა მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენც იცით, ძალიან რთულია დედაქალაქშიც კი მდგომარეობა მიუსაფარი ცხოველების ემატება ამას აგრესია მოსახლეობის მხრიდან, ალბათ თქვენც იცით, ხშირად არის ცრუზარები, არის არასწორი ინფორმაცია, რომ უშუალოდ თუ ვიღაცა დააკბინა, ძალიან სამწუხაროა. აი მოდით თქვენ გაგვიზიარეთ ის დავეჭდილება. რამდენად ხშირად გამოვლენილა შემთხვევა, რომ უშუალოდ ცრუზარი იყო ცრუგანგაში და ცუგა გამართლებულა ყოფილა ესეთ შემთხვევები. თუ გულისხმობთ აგრესიული ცხოველების შესახებ გამოძახებას, ან იმის შესახებ, რომ მოქალაქე გვიცხადებს, რომ დამკმინა ცხოველმა აუცილებლად ყოველთვის მიდის ჩვენი ეკიპაჟი ასეთ მისამართებზე, სწორედ ჩვენი სამსახურის ვალდებულებაც არის ის, რომ მოქალაქეებს აუხსნას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რას ნიშნავს აგრესიული ცხოველი, რომ არ ნიშნავს იმას, როდესაც ცხოველი იყეფება, რომ ეს არის აგრესია, მაგრამ თუ ფიქსირდება რაიმე აგრესია მისამართზე, რომელსაც ადგენს ადგილზე ჩვენი მაშველი ეკიპაჟი და თუ თulis რომ საჭიროთ იქ რაიმე აგრესია ფიქსირდება ცხოველში და რაიმე საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიყვანოს ცხოველთა თავშესაფარში, სადაც შემდგომ ადგილზე აფასებენ ამ ცხოველის ფსიქიკურ მდგომარეობას, მაგრამ რა თქმა უნდა, ადგილზე ხდება მუშაობა იმ მოსახლეობასთან, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სააგენტო და რას ნიშნავს პოპულაციების მართვა, თუ რა სახის პრობლემას წარმოადგენს, როგორი პრობლემა არის მიუსაფარი ცხოველი და ეს ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ცხოველის მოშორება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია სწორად მივიტანოთ მოსახლეობამდე, მაგრამ ჩვენი ვალდებულება არის და ასეც ხდება, რომ ყოველთვის მივდივართ ასეთ შეტყობინებაზე და თუ რა სიტუაცია გვხდება, იმის მიხედვით ჩვენი თანამშრომლები, სპეციალისტები აფასებენ იმ მდგომარეობას. გასაგებია, აი მე დაუბრუნდები კიდევ თავშესაფარს, რომელიც აშენდება, რომლის აშენებაც არის გეგმაში, თქვენ თქვით, რომ იქ ლაბორატორიაში გამოკვლევები ჩატარდება. ის ძალიან კარგია, თქვენ კარგად იცით, ხშირია პრეტენზიები თქვენი სამსახურის მიმართ, მოსახლეობის მხრიდან, ცხოველთა დამცველების მხრიდან, რომ იქ ხდება სხვადასხვა დაავადებების გავრცელება. და უშუალოდ შევიდა ძაღლი, გადაედო და შემდეგ ამის გადამოწმება რთულია. თუმცა ბრალდებები არის ხშირი. აი თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ჩვენთან შემოყვანილი ცხოველი აუცილებლად ვეტერინარის გადაწყვეტილებით, თუ ვეტერინარი გადაწყვეტ, თუ რამე ნიშნები აღენიშნება დაავადების, ან თუ არ აღენიშნება, აუცილებლად ხდება შემოწმება ისეთ საშიშ დაავადებებზე, რომელიც იქნება საშიში სხვა ცხოველებისთვის ან ადამიანებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა,
ხდება ამის გადამოწმება, მაგრამ რთულია რა თქმა უნდა იმის დადგენა თავშესაფარში შემოსვლის შემდეგ ედება ამ ცხოველს ეს დაავადება თუ თავშესაფარში შემოსვლამდე საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა დაავადებებს გვერდს ვერ აუვლით, თუ მეპატრონეს აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ თავის ცხოველი აცრა სხვადასხვა დაავადებებზე ქუჩის მიუსაფარ ცხოველს სამწუხაროდ სანამ ჩვენს თავშესაფარში შემოვა და სანამ საჭდე გაუკეთდება ყურზე პასუხისმგებელი პირი რა თქმა უნდა არ ყავს, ვინც აიღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ამ ცხოველს გაუკეთებს ან კომპლექსურ ვაქცინას, ან სხვადასხვა ვაქცინებს იმისათვის, რომ დაავადება არ გადაედოს ამ ცხოველს. იმ ბრალდებებს რაც შეეხება, დამიჯერეთ, რომ არა ჩვენი სააგენტო ან თავშესაფარი გაცილებით ცუდი მდგომარეობა იქნებოდა ქალაქში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის მხრივ, თუნდაც ცხოველური გადამტანი დაავადებების მხრივ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამას, იმიტომ რომ მადლიერი ადამიანებიც საკმაოდ ბევრი არიან, ვინც ნამდვილად სარგებლობს იმ მომსახურებით, რაც ჩვენ სააგენტოს აქვს და თვითონაც კარგად ხედავენ თუ როგორ მუშაობს ჩვენი სააგენტო, თუნდაც ვეტერინარული კლინიკა ჩვენ სააგენტოში და თუნდაც ის მაშველი ეკიპაჟები, რომლებიც ნამდვილად დაუღალავად შრომობენ 24 საათის განმავლობაში. გასაგებია. პროგრამა კარდაკარ. მოდით შევეხოთ. ძალიან საინტერესო სიახლე, უდავოდ პროგრესული ნაბიჯი თუ შეიძლება ასე ითქვას, არ ვიცი, როგორ გამოთქვა და ჩემი მოსაზრება სიტყვებით და როგორ გამოვხატო ეს ემოცია დადებითი ამას გულისხმობ. მოდით თქვენ განგვიმარტეთ, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა, რომელიც უკვე დაიწყო, როგორც ვიცი. და მე მახარებს ის, რომ ხშირია მეპატრონების მიერ უდიერი მოპყრობა. ძაღლი დაბმული, სიცხეში, ეზოში, მშიერი, მწყურვალი, აი ეს ყველაფერი გაკონტროლდება, როგორც თქვენ ამბობთ. გთხოვთ. პროგრამა კარდაკარ ითვალისწინებს იმას, რომ ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება პატრონიანი ცხოველების მიმართულებით, რა თქმა უნდა, და გადავამოწმოთ პატრონიანი ცხოველების მოვლა პატრონობის პირობები. სამწუხაროდ ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა სოციალურ ქსელში, ასევე ბევრი ადამიანისგან გამიგია ის მოსაზრება, რომ უარყოფიდან აფასებენ ამ პროექტს და თვლიან, რომ ეს არის რაღაც ფულის გაკეთების მანქანა, ასე რომ ვთქვათ, რაღაც მსგავსი კომენტარები შემხვდა და ასევე არის მოსაზრება, რომ ჯერ თურმე მიუსაფარ ცხოველებს უნდა მივხედოთ და შემდეგ გადავიდეთ მეპატრონეებზე. რაც არის ცდარი და არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ეს ემსახურება იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავდივართ კარდაკარ და არ ვივლით იმისათვის, რომ მოსახლეობა თავის სახლებში ვაჩარიმოთ, უბრალოდ ჩვენ მივიტანთ ინფორმაციას და შევთავაზებთ იმ მომსახურებას, რომელიც უნდა უზრუნველყო თვითონ შინაური თავიანთი პატრონიანი ცხოველების მიმართ და ასევე აღვნიშნავ იმას, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა პირველ რიგში გამომდინარეობს პატრონიანი ცხოველებისგან, რადგან მეპატრონეები არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს და ერთ-ერთი ძირითადი გამრავლების წყარო არის სწორედ მიტოვებული ცხოველები, რომლებსაც აგდებენ სახლებიდან. არ არიან ეს ცხოველები გასტერილებულები, არ არიან დარეგისტრებულები და ჩვენ რო ავიღოთ ჩვენი პირადი სტატისტიკა, ჩვენი სააგენტოსი ყოველდღიურად ჩვენი მაშველები აწყდებიან ქუჩაში მიტოვებულ ცხოველებს, მოვლილ ცხოველებს, რომლებსაც აღენიშნებათ, რომ ისინი არიან სახლში გაზრდილები, მაგრამ აი ერთ დღეს რომელიღაც მოქალაქეს ადამიანს უბრალოდ როგორც ნივთი მობეზრდა და გამოაგდო ეს ძაღლი ქუჩაში. სწორედ აქედან ეს არის ძირითადი წყარო მიუსაფარი ცხოველების გამრავლების. ჩვენი სააგენტო ყოველდღე ასტერილებს ამ ცხოველებს გადაყავს თავშესაფარში, მაგრამ პარალელურად ესეთი უპასუხისმგებლო მეპატრონეები გვიმატებენ ამ პრობლემას. სწორედ ამიტომ არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ პროექტი კარდაკარ და გვინდა რომ აქედან დავიწყოთ, ეს იყოს საწყისი იმისა, რომ ჩვენ მივიტანოთ ინფორმაცია, მეპატრონეების ცნობიერება ავამაღლოთ, რაც მდგომარეობს შემდეგში. მეპატრონი არის ვალდებული, რომ დაარეგისტრიროს ჩიპის საშუალებით თავისი ცხოველი, გაასტერილოს თავისი ცხოველი, რომელსაც არ აქვს ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე გაუკეთოს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურება, რომელიც ჭირდება ცხოველს. ჩვენ ადგილზე შევთავაზებთ საკუთარ სახლებში, რომ დაჩიპვა განმოხორციელოთ და გაუკეთოთ ცოფის საწინააღმდეგო აცრა და ჩვენ ასევე შევთავაზებთ სტერილიზაციის და კასტრაციის ოპერაციებს ჩვენს თავშესაფარში, რაც ვფიქრობ, რომ არაფერი ამაში უარყოფითი არ არის. არა, რა თქმა უნდა. გიორგი, ჩაგეკითხებით, ეს ჩიპირება რეგისტრაცია ფასიანი იქნება?
ფასიანი არის, დაახლოებით 32 ლარის ღირებულება არის, რაც არის თვითღირებულება ჩიპის და გაკეთდება მის სამართზე, რა თქმა უნდა, იქნება ეს ნებაყოფლობით და ჩვენ ამას შევთავაზებთ ამ მომსახურებას. უბრალოდ ასევე ექნებათ ინფორმაცია მიწოდებული, რომ ეს არის სავალდებულო და აუცილებლად მოხდება ამ ეპატრონების გადამოწმება, თუ რამდენად შეასრულეს თავისი ვალდებულება. ეს არის უბრალოდ კეთილინება ჩვენი სააგენტოს მხრიდან, რადგან პირიქით მეპატრონების ვალდებულება არის, რომ ეს ცხოველები წაიყვანონ ვეტკლინიკაში ან ჩვენს თავშესაფარში, სადაც შეუძლიათ აღნიშნული მომსახურება მიიღონ და ასევე არის რა ვადა მიეცემათ იმ ადამიანებს დაუშვათ პირველი ვიზიტის შემდეგ თუ არის განსაზღვრული ორი კვირა დაუშვათ ერთი კვირა ერთი თვე თუ ეს ჯერ არ არის კაფეოდ გამოკვეთილი 30 დღიან ვადაში ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ თუ რამდენად შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და ვფიქრობ რომ ჩვენ თავზე რა თქმა უნდა ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა რაც გაგვაჩნია უნდა შევასრულოთ და როდესაც ჩვენ მივხედავთ იმ პასუხისგებლობებს და არ დავიწყებთ თითის ერთმანეთსკენ გაშვერას, აუცილებლად ერთად აღმოფხვრით ამ პრობლემას, რაც არის შინაური ცხოველების საკითხი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ძალიან ხშირად იმ ცხოველებს, რომლებიც არ არიან კასტრირებულნი და გასტერილებულნი, 4 წლის შემდეგ ემართება ციმსივნური დაავადებები. ამას ვეტერინარები ერთხმად ამტკიცებენ და აცხადებენ და მეც ბევრი შემთხვევა მინახავს, ანუ ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა ცხოველის ჯანმრთელობისთვის. მე ხა 12 სიმყავს 2 ქუჩიდან, ძაღლი და კატა. თავისთავად ცხადია ორივე გასტერილებული, იმიტომ რომ ელემენტარულად მათი ჯანმრთელობისთვის არის ეს ძალიან სასარგებლო და მე პატრონეს თავისთავად ცხადია დაცულია შემდეგ გართულებისგან, როდესაც ემართება ცხოველის სიმსივნე, იქ ქიმიები, გადასხმები და ასე შემდეგ. აი რეალურად ასე არის. მე ვფიქრობ, რომ ვეტერინარებმაც უნდა თქვან და გაავრცელონ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოველისთვის არის ცუდი. მისი ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა, მეც დავამატებ ნამდვილად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის და ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის ჩვენი სიტყვები, რა თქმა უნდა, ვეტერინარების საერთაშორისო აღიარებული ისეთი ორგანიზაციების რჩევები, რეკომენდაციები, დასკვნები არის, კვლევები არის ამაზე გაკეთებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობისთვისაც. უდავოდ ასეა. ძალიან სამწუხაროა, რომ არ არსებობს კანონი, ჯერჯერობით არ მიუღია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა მუშაობა, თქვენ გახსოვთ, მაგრამ გარკვეულწილად შეფერხდა, როგორც ჩანს სხვა პროცესებმა გადაფარა ეს კანონი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს. მე პირადად მივიჩნევ, რომ ისე როგორც არის დავუშვათ ცივილურ მსოფლიოში, კონკრეტულ ადამიანებს და ოჯახებს არ უნდა შეეძლოთ თავად გამრავლება, თუნდაც შენ ცხოველის. ესეც ერთგვარ ფონს ქმნის ცხოველების უკონტროლო გამრავლება. აი უდიდესი პრობლემაა გადმოდის ჩვენზე ადამიანებზე, თქვენზე თავისთავად ცხადია თქვენს უწყებაზე და აი სამწუხაროდ ამ ეტაპზე ცუდია რომ არ ხერხდება აი ამის კოდის ჩადება, რომ თქვათ არ გამრავლდნენ ჯიშიანი ცხოველებიც. ესეც ჩემი პირადი აზრია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა. რა თქმა უნდა, კანონი ახსენეთ და მე ნამდვილად ვიცი, რომ აუცილებლად გვექნება ეს კანონი, რომელიც უფრო დააჩქარებს პროცესებს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც და რეგიონებშიც იქნება აღნიშნული პროექტი, რაც არის სტერილიზაცია, კასტრაციის გზით ცხოველების პოპულაციების შემცირება, გამრავლება ახსენეთ ასევე და ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რადგან ძაღლების გამრავლებას უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა აკეთებდეს მცოდნე სპეციალისტი, რადგან სამწუხაროდ ხდება ოჯახებშიც ძაღლების შეჯვარება, გამრავლება და ხშირად ღებულობენ ისეთ მეტისებს, ან დაავადებულ ლეკვებს ღებულობენ, რომელთაც უბრალოდ შემდეგ ქუჩაში ტოვებენ, რადგან დიახ, ძალიან სამწუხარო არის და სწორედ ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, რაც რა ფონით დღეს გვაქვს ჩვენს დედაქალაქში სამწუხაროდ. არცი მე უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გთხოვოთ. კიდევ ერთხელ განუმარტოთ მოსახლეობას, რა არის აგრესია და რა არ არის აგრესია. იმიტომ რომ არცი როგორ ხდება, ხშირად ხდება ისე რომ უდანაშაულო ცხოველს რაც აბრალებენ, დავშე ცხოველმა დაიღეფა, რეკავენ, თქვენს გაწუხებენ ჩვენს დავუშვათ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, ხო? ძალიან ნერვიულობთ, შფოთავთ, შეწუხებულნი ვართ. მოდით განმარტება გავაკეთოთ. ნამდვილად იმას დავადასტურებ, რომ როდესაც დაგვიყევს ძაღლი, ეს არ არის აგრესია, ეს არ ნიშნავს, რომ არის
აგრესიული, მაგრამ ინდივიდუალური არის, ინდივიდუალურად ჩვენი თანამშრომლები აუცილებლად თავიანთი დიდი ყურადღებით, თავიანთი პროფესიონალიზმით ყველა ასეთ მისამართებზე სწორად შეაფასებენ სიტუაციას, სწორად აეხმარებიან როგორც მოქალაქეებს, ასევე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. გასაგებია და მე აქვე პირობა მინდა გთხოვოთ რომ მოგცეთ მე და ჩემს მაყურებელს თავისთავად ცხადია ერთი წლის მერე შემდეგ მოდით შევხვდეთ ამ გადაცემაში და შევაჯამოთ შედეგები. ძალიან საინტერესოა, დიდი სიამოვნებით აუცილებლად კარგიც იქნებათ რომ გავიხსენოთ ჩვენი დღევანდელი დღე თუ რა მდგომარეობაში რა ეტაპზე ვართ და ერთი წლის შემდეგ რა ეტაპზე ვიქნებით. დიდი სიამოვნებით. გაიხარეთ. მადლობა თქვენ. მაშასე რუბრიკა სტუმარი გრძელდება ძალიან სასიამოვნო სტუმრებთან ერთად გიერთდებით ცხოველთა დამცველი მაია ჯოხაძე და მისი გადარჩენილი საოცარი არსება მაო. გამარჯობა მაია. გამარჯობათ, უღრმესი მადლობა ჩვენი დაპატიჟებისათვის. მადლობა რომ გვეწვიეთ და ძალიან მახარებს ის რომ ბედნიერად დასრულდა ამ არაჩვეულებრივი არსების რთული ისტორია. მოდი ჩვენს მაყურებელსაც უამბოთ ის ყველაფერი რაც ამ საოცარ არსებას შეემთხვა. მაო დაახლოებით 3 წლის წინ გამოჩნდა, ივნისის თვე იყო, როდესაც პატრონმა მიატოვა გუდანში მერვე მიკრორაიონის სკვერში. მაშინ ეტყობოდა რომ ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი და საყვარელი ცუგა იყო. სამწუხაროდ შემდეგ მოხდა თავშესაფარში ისეთ დროს, როდესაც მისთვის სტერილიზაცია არ შეიძლებოდა და მაიქ თავშესაფარში სად? თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც გაუკეთდა სტერილიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდი ნაკერი ჰქონდა დადებული, აი ამ თემასაც მინდა შევეხო როგორც ერთ-ერთი ცხოველთა მოყვარული და უფლებადამცველი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ არის პრობლემა ზუსტად აი ის რომ სტერილიზაციის დროს ზოგიერთ ძაღლს ძალიან ცუდი ნაკერი აქვს და მათ შორის მაოსაც საკმაოდ ცუდი ნაკერი ჰქონდა. ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ გამოძვრა ამ ნაკერიდან, მაგრამ აღმოჩნდა რომ თავშესაფრიდან მოიტანა ჭირი, ნერვული ჭირის საკმაოდ რთული ფორმა, რომელსაც ვებრძოდით 2 თვე ვუმკურნალეთ გადარჩა და უტავა სამწუხაროდ უკანა ფეხის ტრემორი. მაგრამ ძალიან კარგად შეეგვა მე იმ სკვერში ცხოვრობდა ამ დრომდე. ზამთრის პირს დაახლოებით დეკემბრი, უფრო სწორედ ოქტომბრის ბოლოს ნოემბერში ყელზე შევამჩნიეთ პატარა სიმსივნესავით. წავიყვანეთ შემდეგ გავუკეთეთ ეხოსკოპია, აღმოჩნდა სიმსივნე, შემდეგ ბატონმა ვახტანგმა მამალაძემ გაუკეთა ოპერაცია, თქვენი ეთერით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გადავხდი ბატონ ვახტანგს, იმიტომ რომ აი სრულიად უსასყიდლოდ აბსოლუტურად გადაგვირჩინა მაო. ძალიან კარგად გაუკეთა ოპერაცია, დღეს ფანტასტიკურ მდგომარეობაშია მაო. დარბის დახტის მეგობრებთან თამაშობს და არის ჩემთან სახლში. ესე იგი მადლობა თქვენ ამ ძალისხმევისთვის, ამ ბრძოლისთვის, იმის მიუხედავად რომ გყავთ სახლში რამდენიმე ძაღლი, მაო აიყვანეთ სკვერიდან, სიმსივნიანი ძაღლი აიღეთ მასზე პასუხისმგებლობა, თქვენ არ იცოდით დაუშვათ ხო? ეგ კლინიკაში დაუშვათ ვახო მამალაძე თუ გაგიკეთებდეთ შეღავაც. თქვენ გქონდათ მზაობა, რომ თქვენი სახსრებით, თქვენი ბრძოლით გადაგერჩინათ ეს არსება და აი გადაარჩინეთ, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. აი რა განცდა, როდესაც სიცოცხლეს გადაარჩენ. აი რას ფიქრობთ, რას განიცდით ამ დროს? რა ვიცი, ეს არის ჩემთვის პირადად აი ძალიან როგორ გითხრათ, ესეთი განცდა სხვა დროს არ დამოფლებია არასოდეს. მაგრამ ბევრი ცუგა გვყავს გადარჩენილი, ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი იბრძვის არა მარტო ერთი, რამოდენიმე მეგობარი ვართ ერთად, ძაღლების სიყვარულმა, ფისოების სიყვარულმა გაგვაერთიანა. ვიბრძვით ამათი გადარჩენისათვის. ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ არ გამოგვდის სამწუხაროდ. ესმის. რა ვიცი, ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ცხოველებთან მიმართებაში. თქვენ თქვით, რომ ცუგა მაო, როდესაც იპოვეთ, თქვენ დაგჭათ შთაბეჭდილება, რომ მას მეპატრონე ყავდა. ანუ გამოგდებული იყო სახლიდან. აი, რატომ შეგექნათ ეს შთაბეჭდილება და თუ ასე იყო, აი, რას ეტყოდით მის ყოფილ მეპატრონეს? როცა გამოჩნდა, შემდეგ გავიგეთ, რომ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცმა მოიყვანა და დატოვა. ანუ არიან ხილველები, ვინც მოიყვანა და დატოვა.
ამ ახალგაზრდას მე ვეტყოდი, რომ ძალიან ბევრი დაკარგა. ის პრობლემაც ძალიან გვაწუხებს ჩვენ ცხოველთა მოყვარულებს. ძალიან ბევრი სხვა პრობლემებია. იგივე შევეხე უკვე ნაკერებს და სტერილიზაციის პრობლემას. ეს ბატონ გიორგისთანაც ჰქონდა ჩვენ შეხვედრა დაახლოებით 1 კვირის წინ და ვუთხარით ეს პრობლემაც. იმედია გამოსწორდება ეს პრობლემა და არ იქნება ასეთი აი სავალალო ნაკერები და შეიძლება ძალიან ხშირად ეს სტერილიზაციის შემდეგ დაიღუპოს ძაღლი, იმიტომ რომ ნაკერი გაორთულდეს, ნაკერი არ იყოს ნორმალური. აი ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ სათქმელი, ძალიან ხვდებით მონიტორინგის სამსახურს ვესაუბრებით, იმედი გვაქვს რომ ჩვენს გაგვიგებენ წავლენის ანუ ამ შეხვედრებს ექნება აზრი მე იმედი მაქვს. მეც იმედი მაქვს და თქვენ თქვით რომ ბევრი ცუდი შემთხვევა ხდება უბედური შემთხვევა, თუმცა გაცილებით უფრო მეტი მოხდებოდა რომ არა თქვენ ცხოველთა დამცველების არაჩვეულებრივი ადამიანები. მადლობა რომ არსებობთ. მადლობა რომ ბევრნი ხართ და მე იმედი მაქვს რომ სახელმწიფოს მეტი ჩართულობით, ერთობლივი კომუნიკაციით, ერთობლივი შედეგებით, მსჯელობით უკეთესი შედეგი დაიდება. მე მგონია რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ აი ამ დიდი საქმის გასაკეთებლად, რასაც ჩვენი 4 ფეხა მეგობრების კეთილდღეობა ქვია. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ, ჩვენი მოწვევისათვის, თქვენ რომ ძალიან გიყვართ ცხოველები და თქვენ რომ ეს გადაცემა გაქვთ. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ რომ შევხვდებით მომავალ კვირას ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე, რა თქმა უნდა, Silk Universal-ზე. ნახვამდის.